რუსეთი გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სასწავლო მისია იყო. მაგრამ ნატო, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო უკეთ იციან სიმართლე. რუსული ბირთვული ბომბდამშენები შენიშნეს საერთაშორისო წყლებზე და ძალიან ახლოს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასთან. ეს იყო მუქარა, რესავით ნათელი, მაგრამ ნატო ამას არ შეეგუებოდა. ნორვეგიამ ამ გაუშვა თავისი F-25-ები, რათა რუსი ბომბდამშენების ეკიპაჟისთვის ეცნობებინა, რომ თუ რამე სულელურს სცდიდნენ, ციდან ჩამოაგდებდნენ. ეს იყო დაპირისპირება ნატოს სააერო სივრცეში და შედეგებს შეეძლო ევროპის სახე შეეცვალა. 23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატომ უპასუხა რუსული ავიაგამანადგურებლების მცირე ჯგუფს, რომლებიც ნატოს სააერო სივრცესთან საშიშად ახლოს დაფრინავდნენ. რუსული Tu-160, რომელიც ბირთვული იარაღის უნარის მქონე ბომბდამშენია და ყველაზე დიდი და ძლიერი თვითმფრინავია რუსეთის ფლოტში, ამ ჯგუფის ნაწილი იყო. მას გვერდით მიყვებოდნენ MiG-31 ტიპის გამანადგურებლებები, როდესაც ის 16 საათიან ფრენაში მონაწილეობდა საერთაშორისო სააერო სივრცეში. ამ აღწერიდან შეიძლება იფიქროთ, რომ რუსეთი დიდად არაფერს არ ყვევდა. საერთაშორისო სააერო სივრცე ყველასთვის ღია, არა? თავარი აქ ისაა, რომ რუსეთმა ძალიან ფრთხილად აირჩია, სად გააგზავნიდა თავის ბირთვულ ბომბდამშენებს. ბირთვული წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე რუსეთის თვითმფრინავები ბარენცის და ნორვეგიის ზღვებზე დაფრინავდნენ და ერთ მომენტში ისინი სულ რამდენიმე კილომეტრით იყვნენ კაშეტლანდის კუნძულების ჩრდილოეთით, დიდ ბრიტანეთში. ეს უბრალოდ წვრთნა არ იყო. რუსეთს მსგავსი რამ საკუთარი სააერო სივრცეშიც შეეძლო გაეკეთებინა. ეს იყო პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღით მუთარად მუქარა და ნატოსა და გაერთიანებული სამეფოსთვის იმის ჩვენება, რომ მის თვითმფრინავებს დარტყმის მანძილზე მოსვლა შეუძლიათ. Cu-160-მა ჩაატარა საწოვის შევსების საორჯიშოები ფრენის დროს, როცა ნატოს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს მიფრინავდა და ზუსტად ვიცით, რას აკეთებდა ის ერთი მარტივი მიზეზის გამო. ნორვეგიამ უპასუხა F-35-ების გაგზავნით, რათა დაეკვირვებინა და შეეჩერებინა რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი წესებს და არ ღვევდნენ. რუსეთის თამამი ნაბიჯის შესახებ თავის ანგარიშში Newsweek-მა გაამჟღავნა, რომ ნორვეგიამ ნატოს ორი ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი გაუშვა, რუსული თვითმფრინავებით ასაკვირვებლად. რუსეთმა აღიარა ეს პასუხი. კრემლმა განაცხადა, რომ მარშრუტის გარკვეულ ეტაპებზე სტრატეგიულ ბომბდამშენებს უცხო ქვეყნების გამანადგურებლები აცილებდნენ, თუმცა სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია. მაგრამ ეს სწორედ რუსეთის სტილია. ის ჩვეულებრივ არ აღიარებს მსოფლიოს წინაშე, რომ მისი დაშინების ტაქტიკა ჩახშობილი იქნა F-35-ების მიერ, რომლებიც შეძლებენ მისი Tu-160-ებისა და MiG-31-ების ციდან ჩამოგდებას. საბედნიეროდ ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ინციდენტის გარეშე დასრულდა. მაგრამ მას შეგეშალოთ, ეს კიდევ ერთი გაფრთხილება იყო, რომელიც პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა ნატოს გაუგზავნეს. შეშინების ტაქტიკა, როცა ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები ნატოს ტერიტორიასთან ახლოს დაფრინავდნენ და ატარებდნენ საوارჯიშო მანევრებს, რომლებიც სხვაგანაც შეიძლებოდა ჩაეტარებინათ. პუტინს სურდა ნატოს დაენახა Tu-160. მას უნდოდა გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია იძულებული ყოფილიყვნენ ეპასუხათ. ეს ნამდვილად ტესტი იყო, მაგრამ საქმე მხოლოდ საწოვის შევსებას არ ეხებოდა. რუსეთს აინტერესებდა, რას გამოუგზავნიდა ნატო. რუსეთმა თავისი პასუხი ნორვეგიის გზით მიიღო და უნდა ენახა, რომ ეს პასუხი მოსალოდნელი იყო. ნატომ შეძლო გამანადგურებელი თვითმფრინავების სწრაფად გაგზავნა რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რადგან ნორვეგია დიდი ხანია ასეთ სიტუაციებს ემზადება. F-35-ის განთავსება განხორციელდა ნორვეგიის სწრაფი რეაგირების პროგრამის საშუალებით, რომელიც შეიქმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოსლო ყოველთვის შეძლებს 50 F-35-დან მინიმუმ 2 თვითმფრინავის მტკიციერად გაგზავნას საფრთხეზე რეაგირების მიზნით. ეს სწრაფი რეაგირების გამანადგურებელი თვითმფრინავები განთავსებულია ავენუსის საავიაციო ბაზაზე, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს და გადაჰყურებს როგორც ნორვეგი, ასევე ვეგიის, ასევე ბარენცის ზღვებს. Newsweek-ის ინფორმაციით, ნორვეგია აცხადებს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 40 მისიას ასრულებს სწრაფი რეაგირების პროგრამის საშუალებით, ხოლო ამ პროგრამისთვის გამოყოფილი 2 F-35-ს შეუძლია 15 წუთში ჰაერში აღმოჩნდეს და მიზნისკენ გაემართოს. F-35-ებს იყენებენ იმიტომ, რომ ისინი მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავებია და ამჟამად ყველაზე თანამედროვეა, რაც ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს თავის არსენალში. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს თვითმფრინავები განკუთვნილია იმისთვის, რომ პუტინს პასუხი გასცენ ყოველ ჯერზე, როცა ის ცდილობს დაშინების ტაქტიკის გამოყენებას ნატოს წყლებთან ახლოს. ნატო მზად არის ყველაფრისთვის, რასაც რუსეთი გააგზავნის და მას ასე უნდა იყოს. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე რუსეთის ჩვეულებრივ ტესტს გავს, მის უკან არსებული ქვეტექსტი აჩვენებს, რატომ იყო საჭირო F-35-ები Tu-160 ჩვეულებრივი ბომბდამშენი არ არის. ეს ყველაზე საშიში ბომბდამშენია, რაც რუსეთს აქვს და ის ტესტირებისთვის მაშინ გამოუშვეს, როცა პუტინის პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ბირთვული იარაღის გამოყენებას ემხრობა. დავიწყოთ ბომბდამშენით. Tu-160 შეიძლება არ იყოს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ბომბდამშენი. მას არ აქვს ისეთი ფარული შესაძლებლობები, როგორიც ამერიკულ B-2 Spirits ან B-20 Raiders. მაგრამ ამ ბომბდამშენს აქვს ზომა, სიჩქარე და საშიში იარაღების არსენალი, რომელსაც შეუძლია მტერზე გამოიყენოს. თუ ამ უფრო ტრადიციულ კრიტერიუმებს გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ Tu-160, რომელსაც ნატო კოდურ სახელად Blackjacks უწოდებს, მსოფლიოში ყველაზე საშიში ბომბდამშენია.
ეს შეიძლება იყოს ცივი ომის ეპოქის თვითმფრინავი, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ TU-160-ის ძრავები იმდენად ძლიერ ბიძგს ქმნის, რომ ამ გიგანტურ საბრძოლო თვითმფრინავს შეუძლია გადააჭარბოს მაჰორის, რასაც მსოფლიოში ვერც ერთი სხვა ბომბდამშენი ვერ ახერხებს. ამ სიჩქარეს ბომბდამშენი მაშინაც კი აღწევს, როცა on-board თითქმის 85,000 კილოგრამი იარაღი აქვს, რომელშიც შეიძლება შედიოდეს ფრთოსანი რაკეტები, ჩვეულებრივი ბომბები და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბირთვული იარაღი. ეს უზარმაზარი ძალა ხსნის, რატომ გააგზავნეს TU-160-ის თვალთვალისთვის სწორედ F-25-ები და არა ნატოს კოლექტიური არსენალის სხვა რომელიმე თვითმფრინავი. საჭიროების შემთხვევაში F-25-ის აქვს ისეთი ფარული შესაძლებლობები, რომ შეუძლია ჩუმად მიუახლოვდეს TU-160-ის და ჩამოაგდოს იგი ციდან. მას ეს ფარული შესაძლებლობებიც სჭირდება, რადგან TU-160 მიუხედავად თავისი უზარმაზარი ზომისა, სისწრაფით ეღემატება 25-ის. ამერიკული წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავი მაქსიმალურად აღწევს მაჰის 1.6, რაც საკმარისი არ არის, რომ სრულ სიჩქარეზე მფრენ TU-160-ის დაეციოს. კიდევ ერთხელ ყველაფერი გზავნილს ეხებოდა. რუსეთმა თავისი ყველაზე დიდი, სწრაფი და ძლიერი ბომბდამშენი ნატოსა და დიდი ბრიტანეთის წყლებთან ახლოს გაგზავნა, რათა ყველა ევროპელმა მტერმა იცოდეს რა ელით თუ პუტინის ცუდ მხარეს აღმოჩნდებიან. და ეს გვაბრუნებს კრემლის ერთ-ერთ ცნობილ მოკავშირესთან, რომელიც ტესტებთან ერთად მუქარებსაც აჟღერებს. გაზეთ მირორის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საინტერესო განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ბოლო დახურულ შეხვედრაზე. გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას პოლიტიკურ ანალიტიკოს ანდრეი კოლესნიკოვის კომენტარებზე, რომელიც ამბობს, რომ ლავროვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა მოახდინა. სიტყვის ბოლოსკენ ლავროვი გარკვეული დროით ფრთხილად საუბრობდა რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე. შემდეგ მან თქვა სიტყვები, რომლებიც ზუსტად აჩვენებს, რას ფიქრობს ის და შესაძლოა რას ფიქრობს თავად პუტინიც. ხო, მე მაინც გამოვიყენებდი მათ. არაფერს ვამბობ სრულ განადგურებაზე, ან დასავლეთის მხრიდან ბირთვული პასუხის გარდაუვობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ პოსტზე უკვე 200 წლეულია მუშაობს, ამბობს, რომ მის ხელში რომ იყოს გადაწყვეტილება, ბირთვულ ღილაკს დააჭერდა. ეს იგივე ადამიანია, რომელმაც მანამდეც არაერთხელ ისროლა ბირთვული მუქარები და მაისში განაცხადა, რომ დასავლეთთან ბირთვული ომი შესაძლებელი იყო. თუ დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორები უარს ამბობდნენ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტაზე და აგრძელებდნენ მცდელობას, რომ სომხეთი და მოლდოვა დასავლეთის ბლოკში ჩაეთრიათ. ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთი ვითარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და დაამატა. ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ბირთვული დარტყმების გაცვლაში კატასტროფული შედეგებით. ბირთვული მუქარა, ალბათ. მაგრამ როდესაც ადამიანი, რომელიც წლებია პუტინის უახლოეს წრეშია, ასე იწყებს საუბარს, ქანაც იმ დროს, როცა რუსეთის ყველაზე ძლიერი ბირთვული ბომბდამშენები ნატოს საჰაერო სივრცის ზღვართან დაფრინავენ, ამ სიტყვებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თუმცა კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგასაცემი. რატომ აირჩია რუსეთმა ახლა TU-160-ის ნატოს ტერიტორიასთან ასე ახლოს გაგზავნა? რა მოხდება შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხს მალე გაგცემთ, მაგრამ ჯერ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არხზე არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა რომ დააჭიროთ ღილაკს. ეხლა რუსეთის განზრახვები. შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ბირთვული მუქარების გაჟღერება იყო, რასაც რუსეთი არაერთხელ მიმართავდა წარსულშიც. როგორც ატლანტიკური საბჭო ამბობს, რუსეთს ბირთვული მუქარების გამოთქმა უცხო არ არის და ეს მუქარები უფრო სისუსტის ნიშანია, ვიდრე რამე სხვა. რუსეთი ყოველთვის აჟღერებს ხმალს, როცა თავად არის შეშფოთებული. და ეს შეიძლება უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი იყოს, რადგან უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონები აგრძელებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურებას მისივე ტერიტორიაზე. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელა, სადაც მოსკოვი იყო მთავარი სამიზნე, სულ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე TU-60 შენიშნავდნენ. ეს სავარაუდოდ დამხევა არ არის. პუტინს სურს, რომ დასავლეთმა იცოდეს, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ უფრო შორს წავიდეს, თუ ის ასე გადაწყვეტს. გაითვალისწინეთ, რომ მაისშიც რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, სადაც ამადაც ამ ორ ქვეყანას ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გაშვების ვარჯიში ჰქონდათ. ბელარუსი უკრაინის უშუალო მეზობელია და ის იმდენად ახლოსაა სხვა ევროპულ ქვეყნებთან, რომ პუტინმა შეძლოს თავისი გზავნილის გადაცემა. რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და უზრუნველყოფს, რომ მისმა არმიამ იცოდეს, როგორ გამოიყენოს ისინი. მაგრამ მსგავსი რამ უკვე არაერთხელ გვინახავს. იქნება ეს ბირთვული დოქტრინების ხელმოწერა, რომელიც ამცირებს ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარს, თუ ახალი ბირთვული რაკეტების დემონსტრირება. პუტინს უყვარს თავისი ატომური აგრესია, მაგრამ არასდროს გადაუულია სიტყვიდან საქმეზე. თუმცა ეს სხვანაირად იგრძნობა. TU-160-ის ასე ახლოს ფრენა ნატოს ტერიტორიასთან არ არის. პუტინის ტრაბახი ახალი რაკეტით, ან მეგობრულ ტერიტორიაზე ჩატარებული ტული ტესტებით. ეს ალბათ უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ის, რაც მას ევროპისთვის შეუქმნია თავისი შეჭრის დაწყების შემდეგ. გაზეთ სანთან საუბარში ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა, ჰამიშ დე ბრეტონ გორდონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველთვის ატარებდა ასეთ სამხედრო წვრთნებს, ბომბდამშენების გაშვებაში პირდაპირ ბრიტანეთის ჩრდილოეთით რაღაც უფრო მიზანმიმართულია. ამ ყველაფერში პროპაგანდის ელემენტიც არის. რუსეთი როგორც წლების განმავლობაში აკეთებდა, ცდილობს აჩვენოს, თითქოს ნატო არის ექს-ექსპანსიონისტი აგრესორი.
აი რატომ ნახეთ, რომ ლავროვი ჩიოდა სომხეთსა და მოლდოვაზე, როცა ბირთვულ მუქარებს აშღერებდა. ეს ყველაფერი პროპაგანდისტული თამაშის ნაწილია, რომელსაც პუტინი და მისი გარემოცო თამაშობენ. რუსეთი თავის სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენებს, როგორ დაფრინავენ მათი თვითფრინავები ნატოს საჰაერო სივრცესთან ახლოს და ამით ავრცელებენ მესიჯს, რომ ასეთი ქმედებები აუცილებელია ნატოს მგლების დასაშორებლად. ზოგიერთი თვალსაზრისით, რუსეთის ბოლო ქმედებები იმდენად პუტინის ძალის დემონსტრირების მცდელობაა იმ დროს, როცა მას რუსეთში სუსტად აღიქვამენ, რამდენადაც ნატოსთვის გაფრთხილების გაგზავნა. მაგრამ ერთი წამითაც ნუიფიქრებთ, რომ ეს გაფრთხილება აღარ არსებობს. რუსეთს სურს ნატომ და განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა იცოდნენ, რომ მას შეუძლია დათმა მიატენოს. ყოველ შემთხვევაში ის, რაც ახლახან ვიხილეთ რუსეთის Tu-160-ის წვრთნებზე, არის ჰიბრიდული ომის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი წლებია ნატოს წინააღმდეგ აწარმოებს და რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. უკვე ნოემბერში ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული თვითფრინავები ათეულობით ჯერ შევიდნენ ევროპის საჰაერო სივრცეში. ეს ინციდენტი ზუსტად იგივე არ ყოფილა. რუსეთის ბომბდამშენებმა ნატოს საჰაერო სივრცეს გვერდი აუარეს და არ დაარღვიეს იგი. მოქმედების არსი კი მსგავსია. იქნება ეს დრონები, თვითფრინავები თუ ბომბდამშენები, ასეთი ტიპის შეჭრები რუსეთს რამდენიმე სარგებელს აძლევს. პირველ რიგში მისი პილოტები იღებენ ძალიან საჭირო ფრენის საათებს, განსაკუთრებით მაშინ თუ მათი გაფრენები და წვრთნები დაუპირისპირებლად მიმდინარეობს. ეს ვიხილეთ 23 ივნისს ნორვეგიამ გაგზავნა F-25 ტიპის თვითფრინავები რუსული ბომბდამშენების დასაკვირვებლად, მაგრამ არ ჩაერია. რუსეთმა დაასრულა თავისი 16 საათიანი ტესტი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულ დონეზე მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. თან ამ ყველაფერს თან ახლდა დაშინების მცდელობაც. სიპერი ასევე აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული ომის ასეთი ტაქტიკა რუსეთს საშუალებას აძლევს გაიგოს, როგორ უპასუხებენ ნატოს დამცველები. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, თუ მომავალში ნამდვილი თავდასხმის დაგეგმვას აპირებ. და თუ რუსეთს შეუძლია ნატოზე გარკვეული ხარჯების დაკისრება, მაგალითად ნორვეგიის F-35-ების მიერ გამოყენებული საწვავის სახით, მაშინ ეს მისთვის კიდევ უფრო უკეთესია. დიდმა ბრიტანეთმა რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა სხვებზე მეტად იგრძნო. როგორც ბრეტონ გორდონი აღნიშნავს, თვით MI6-ის ხელმძღვანელმაც კი პირდაპირ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩართულია ჰიბრიდულ ომში, რომელიც რუსეთმა გააჩაღა. რუსეთის მხრიდან დიდ ბრიტანეთზე კიბერშეტევები მუდმივია. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1586%-ით გაიზარდა. რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რაც რუსეთის მხრიდან აშკარა ესკალაციას აჩვენებს. რუსეთის აგენტებმა სავარაუდოდ სცადეს ცეცხლი წაეკიდებინათ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერ კիր სტარმერის რამდენიმე ქონებისთვის, ხოლო დიდ ბრიტანეთს კვლავ აქვს პრობლემა რუსული ჩრდილოანი ფლოტისა და სამხედრო გემების მის წყლებში შესვლასთან დაკავშირებით. BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის წყლებში სულ მცირე 200 ჩრდილოანი ფლოტის გემმა გაიარა, ხოლო სამეფო საზღვაო ძალები აცხადებს, რომ მუდმივად აკვირდება რუსულ სამხედრო გემებს და უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას მათი გამოჩენის შემთხვევაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ რუსულმა Tu-160-მა ახლახან ჩაატარა ტესტები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის მახლობლად. შესაძლოა ამ საფრთხეს ნორვეგია გამოეხმაურა და რუსეთის სიამოვნებით შეაშინებს ამ ნატოს წევრს, მაგრამ დიდი ბრიტანეთი აშკარა სამიზნეა. ეხლა მივადექით მეორე კითხვას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დავსვით. რა მოხდება შემდეგ? რუსეთი აშკარად ანძაფრებს თავის მუქარებს, ჰიბრიდულს, ბირთვულს და სხვასაც. რა თქმა უნდა, კრემლი თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი მსგავსი არ ხდება. ეს ყველაფერი უბრალოდ უდანაშაულო ტესტი იყო. ბირთვული არ არის მატარებელი ბომბდამშენების, რომელიც უბრალოდ 16 საათის განმავლობაში დაფრინავდა ნატოს ტერიტორიის საზღვართან არსებულ საჰაერო სივრცეში. აქ სანახავი არაფერია, განაგრძეთ გზა. ეს ყველაფერი სისულელეა. ეს იყო ირიბი და არა პირდაპირი მუქარა, როგორც ხშირად ხდება რუსეთის ქმედებებში. ეს არც პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა მსგავსი რამ გააკეთა. უკვე იანვარში 2060 ბომბდამშენი ძალიან ახლოს გაემგზავრა დიდი ბრიტანეთის წყლებთან ტესტირების მიზნით. სწრაფი რეაგირების განგაში სისტემა კვლავ ამოქმედდა, რადგან დიდი ბრიტანეთის მეგობარმა რამდენიმე ქვეყანამ გამანადგურებელი თვითფრინავები გაგზავნა რუსული ბომბდამშენების დასაკვირვებლად. სამეფო საჰაერო ძალები ჩაერთნენ იანვრის ინციდენტში და ევროფაიტერ ტაიფუნი გაგზავნეს რუსული ბომბდამშენების დასადევნებლად, როდესაც ისინი დიდი ბრიტანეთის წყლების სიახლოვეს დაფრინავდნენ. რუსეთიც აგზავნის სამხედრო გემებს დიდი ბრიტანეთის წყლებში, როგორც ადრე ვახსენეთ. ბოლო დროს რუსეთის ადმირალი გრიგორიევიჩი შევიდა დიდი ბრიტანეთის წყლებში და იქ ინციდენტში გაეხვა, სადაც მან გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა იახტაზე უაიტის კუნძულის სამხრეთით. ეს გემი ისევე როგორც სხვა გემები, რომლებსაც რუსეთი აგზავნის, მეთოყურეობის ქვეშაა, მაგრამ ის, რასაც აქ ვიწყებ, დანახვას ნათელია. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ესკალაცია და აქედან მხოლოდ გაუარესდება ვითარება, როგორც დიდი ბრიტანეთისთვის, ნორვეგიისთვის, ისე ნატოსთვის. რუსეთი ცდის, ხომ გესმით? ის ცდის საზღვრებს, რეაქციებს და ნატოს კოლექტიურ მოთმინებას. და ახლა, როცა რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი ყველაზე ძლიერი ბომბდამშენების სააერო საფრთხის შესაქმნელად, უფრო ნათელია ვიდრე ოდესმე, რომ დიდი ბრიტანეთი და ნატო ზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკვე ხედავთ, როგორ იწყებენ ძალები მოძრაობას.
საზღვაო ფრონტზე დიდი ბრიტანეთმა აპრილში გამოაცხადა, რომ ქმნის ერთობლივ საზღვაო ძალას 9 ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომელიც ნატოს უკვე არსებულ ძალებს დაემატება. ეს ძალა შექმნილია იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები იმ ღია საზღვაო საზღვარზე, რომელსაც როგორც სამეფო საზღვაო ძალების ხელმძღვანელი გენერალი სერ გუინ ჯენკინსი ამბობს, ჩრდილოეთით მდებარეობს. ეს სწორედ ის საზღვარია, რომელსაც რუსეთმა ახლახან თავისი Tu-160-ით დაემუქრა. რა თქმა უნდა, ბირთვული ბომბდამშენის საფრთხეზე საზღვაო ძალების პასუხი სრულად არ შეესაბამება. თუნდაც ეს კარგი ნაბიჯი იყოს, მაგრამ არ უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის პროგრამა, რომელმაც ნორვეგიას უბიძგა, რომ 33 ივნისს F-35-ები გამოეყენებინა Tu-160-ის საფრთხის წინააღმდეგ. Army Recognition აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას არ ეხება. ეს აჩვენებს, თუ როგორ გარდაქმნიან ნორვეგია და ნატო საჰაერო პატრულირებას, როდესაც F-25-ებს მხოლოდ გამანადგურებლის როლზე მეტად იყენებენ. გამოცემის თქმით, F-25-ები აერთიანებენ თანამედროვე სენსორებს, დაცულ მონაცემთა კავშირებსა და სენსორების შეწყმას, რათა რეალურ დროში შექმნან ოპერაციული სურათი და ამავე დროს შეინარჩუნონ ტაქტიკური კონტროლის შეტაკებაზე. იგივე მიუთითებს F-25-ის განლაგების ხანლაგების ხასიათზე 23 ივნისს. ნორვეგიის ერთ-ერთი გამანადგურებელი თვითმფრინავი პირდაპირ Tu-160-სა და მის ერთ-ერთ MiG-21-ის ესკორტს შორის გაფრინდა, რაც იშვიათი შემთხვევაა და ბევრად ცდება მხოლოდ ვიზუალურ გადაფრენას. შეტაკება ძალით არ იყო საჭირო, არც პირდაპირი ჩარევა განხორციელებულა. საკმარისი იყო პუტინისთვის შეტყობინების გადაცემა. რუსეთს შეიძლება შეეძლოს ბომბდამშენების გაგზავნა ნატოს საჰაერო სივრცესთან ახლოს, მაგრამ ნატოს შეუძლია გამანადგურებელი თვითმფრინავები პირდაპირ თქვენი მისიის გულში შეაგზავნოს, ისე რომ ვერც კი გაიგებთ, სანამ ისინი უკვე იქ არ იქნებიან. და თუ სხვა ძველი საჰაერო პლატფორმებთან ერთად გამოიყენება პერიფერიებზე, F-25 შეიძლება გახდეს ახალი მიდგომის ნაწილი საჰაერო პატრულირებაში, რომელიც მრავალფენიან ძალის პროექციას უზრუნველყოფს და აღემატება ყველაფერს, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია. თუმცა უარყოფა შეუძლებელია იმისა, რაც ახლახან ვიხილეთ რუსეთისგან. ეს არის ბირთვული სიგნალი, ნათელი როგორც დღე. და იქნება ეს უბრალოდ მორიგი ხმლის ჟღარუნი თუ უარესის მოლოდინის ნიშანი. მეტი უნდა გაკეთდეს, რომ პუტინს დავანახოთ. ასეთი ნაბიჯებით ვერაფერს მიაღწევს. რუსეთი იყენებს თავის კლასიკურ დოქტრინას, ესკალაცია დეესკალაციის მიზნით, სადაც დეესკალაცია ამ შემთხვევაში ნიშნავს დასავლეთის იძულებას, რომ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს და ნატოს გაფართოება შეაჩეროს. ამას პასუხი სავარაუდოდ იქნება მეტი ინვესტიცია, განსაკუთრებით ზუსტი დარტყმის შესაძლებლობებსა და უფრო განვითარებულ საჰაერო ტექნოლოგიებში, რაც პუტინს ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაანახებს, რომ ნატოს შეკავების ძალა ბევრად აღემატება ყველაფერს, რასაც რუსეთი შესთავაზებს. F-35-ები, რომლებიც Tu-160-ზე პასუხობენ, კაფეო გზავნილია. მაგრამ რადგან ნატოს წევრ ქვეყნებში სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი ფიგურა აფრთხილებს, რომ რუსეთი შეიძლება მზად იყოს ნატოს მოკავშირის დასათქმელად 10 წლეულის დასრულებამდე, ევროპის როლი ბირთვულ შეკავებაში უნდა გადავიდეს კონცეპტუალურიდან პრაქტიკულ დონეზე. თუ რუსეთი აპირებს თავისი ტესტების ჩატარებას, ნატოს პასუხი უნდა იყოს ამ ტესტების ისე წარმატებით ჩაბარება, რომ პუტინს აღარ მოუნდეს კიდევ რაიმეს ჩატარება. და ამ ყველაფრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც ნატოს წინა ხაზად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ წევრი არ არის, უმნიშვნელოვანესია. ნატო ამ მხრივ მაინც კარგად მოქმედებს. სულ რამდენიმე კვირის წინ ნატომ დაიწყო უკრაინისთვის დღემდე ყველაზე დიდი ფინანსური ვალდდებულების მომზადება. უყურეთ ჩვენს ვიდეოს ამ თემაზე, რათა გაიგოთ, რას გულისხმობს ეს ვალდებულება და რას ნიშნავს ის უკრაინის მომავლისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი რუსეთის სტრატეგიებზე და ნატოს კოლექტიურ პასუხებზე. მადლობა ყურებისთვის.